დანი კარვახალი იან ობლაკის წინააღმდეგ. კარვახალი, რომელსაც არც ისე ურიგო მატჩი ჰქონდა, თუმცა ბოლოს ისეთ შეცდომა დაუშვა, რომ ფედე ვალვერდეს წითელი მოჰყვა. გრძელი გამორბენით გაეშურება ბურთისკენ. დანი კარვახალი, მაშასე, გამორბენი. გაიხსნა ანგარიში 11 მეტრიანების სერიაში. დანი კარვახალი 1-0. დაწინაურდა რეალი. ნახოთ ვინ უპასუხებს დანი კარვახალს. იდეალური 11 მეტრიანი. კუთხეც კი ვერ გამოიცნო იან ობლაკმა. საულ ნიგესი. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. თავიდან ბოლომდე როხი ბლანკოა ეს ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ რეალის აკადემიაში თამაშობდა, ეს ფეხბურთელი ამ ფეხბურთელის დანახვაზე ყველას გაახსენება ატლეტიკო. ნახოთ. პასუხებს თუ არა კარვახალის გატანილ 11 მეტრიანს. მე ვიოლობ დიეგო კოსტაც ეთყობა. მაშასე ატლეტიკო. საულის დარტყმა და ძელი! წინ არის რეალი 11 მეტრიანების სერიაში. ვერ გამოიცნო ტიბო კურტუამ კუთხე, მაგრამ სიზუსტე დაარტყა საულ ნიგეს. ახლა ჯერი მადრიდის რეალზეა და მიდის ბურთთან როდრიგო გოეში, 18 წლის როდრიგო გოეში. რამხელა პასუხისგებლობა ალბათ წარმოგიდგენიათ შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელი. როდრიგო ობლაკის წინააღმდეგ. 2-0, ეს მართლაც იდეალური 11 მეტრიანია. ორი გატანილი 11 მეტრიანი. მადრიდის რეალი ჯერჯერობით იდეალურად ასრულებს ამ სამუშაოს. აი ნერვები არ გინდა? ესეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს ცხრიანში. რომს გამოეცნო იან ობლაკს. კუთხე შანსი არ ექნებოდა. ტომას პარტე. ნახოთ აბა, ისე თუ დაარტყამს 11 მეტრიანს როგორც ითამაშა. ნერვების თამაში. დარტყმა და ტიბო კურტუა მოიგერია! ტიბო კურტუა! ორი-ნული! მადრიდის რეალის უპირატესობა უკვე საგრძნობია. ტიბო კურტუა! გენიალურ თამაშს ატარებს ბელგიელი გოლკიპერი. და ლუკა მოდრიჩი მიდის ბურთთან. აი უკვე გამოცდილი 11 მეტრიანი შემსრულებელი მივიდა ბურთთან. ლუკა მოდრიჩი იან ობლაკის წინააღმდეგ. ლუკამაც გენიალური მატჩი ითამაშა დღეს. სამით-0! ძალიან დიდი უპირატესობა მადრიდის რეალს. ძალიან დიდი უპირატესობა მადრიდის რეალს. სასწაული თუ გადაარჩეს როხი ბლანკოს. მანაც იდეალურად დაარტყა. ყველა 11 მეტრიანი, რომელიც შეასრულა თეთრმა ისურიანმა, იყო იდეალური. ირან ტრიპიე მიდის ბურთთან. ხო, მისი ჯარიმები კი ვიცით როგორია, მაგრამ ესეც თუ გააფუჭა ატლეტიკომ, რეალი ჩემპიონია. რომ გაიტანოს, შემდეგ რეალის დარტყმა გადაწყვეტს ყველაფერს. ყველაფერს რა, შეიძლება გადაწყვეტოს. ტრიპიე. დარტყმა და ამჯერად ზუსტია. ატლეტიკო თამაშია. ნახოთ ვინ დაარტყას მეოთხე 11 მეტრიანს მადრიდის რეალიდან. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სერხიო რამოსმა საერთოდ ვეღარ დაარტყას. მაგას არის ამას, ჩემი აზრით. ამას დაარტყავს, ჩემი აზრით. ანუ იქ ხო სია გადაცემული არის და მაგის მიხედვით უნდა მივიყვნენ აუცილებლად. ვერსიასია. ნახოთ მოკლედ, აი კაპიტანი, ელ კაპიტანო მიდის 11 მეტრიანის ნიშნულთან. სერხიო რამოსი აღმოჩნდება თუ არა ეს გადამწყვეტი 11 მეტრიანი. ორი კაპიტანი, სერხიო რამოსი, გამორბენი. მადრიდის რეალის სუპერკოპა ჩემპიონია. 9 ფინალი 9 ტრიუმფი, ზინედინ ზიდანი და მადრიდის რეალი. და ისევ სერხიო რამოს გააქვს ატლეტიკოს წინააღმდეგ. ბრავო ტიბო კურტუას, ბრავო მადრიდის რეალს. 10 კაცი დარჩენ ეს ხალხი.
მოედანზე და მაინც მიიყვანეს 11